ცენტრალური საარჩევნო კომისია თანამშრომლების მიმართ შესაძლო ზეწოლასა და მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ გამოყენების მცდელობას ეხმაურება. CESCO აღნიშნულ ფაქტს თანამშრომლებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლად და საქმიანობაში ხელის შეშლა დაფასებს. ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის პრესპიკერის განცხადებით აღნიშნულ შემთხვევაზე საარჩევნო ადმინისტრაცია კანონით გათვალისწინებული ზომებს მიიღებს, მათ შორის მოხდება საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება. როგორც ჩანს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და მისი თანამშრომელთა გამიზნული დისკრედიტაციის კამპანია ახალ ეტაპზე გადადის. ფიქსირდება მათი პერსონალური ინფორმაციის სავარაუდოდ არაკეთილსინდისიერად მოპოვების და გამოყენების არაეთიკური მცდელობები, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა პირად ცხოვრებაში შეჭრის, მათგან პერსონალური ინფორმაციის მოპოვების მცდელობები. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის, როგორც ღია და გამჭვირვალე ორგანიზაციის რეპუტაცია უდავოა, როგორც ჩართული მხარეებისთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ხოლო მისი თანამშრომლები თავიანთ საქმიანობაში განუხრელად იცავენ მიუკერძოებლობისა და კანონიერების პრინციპებს. ამ ფონზე მსგავსი კამპანიები და მცდელობები ცალსახად ემსახურება იმ მნიშვნელოვანი პროგრესის გადაფარვას და გაუფასურებას, რომელიც მიღწეული იქნა ბოლო პერიოდის განმავლობაში და შესაძლოა შეფასდეს როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით.